Wat hangt er allemaal? Gullfest hela dagen. Mjöl från livets grottekvarn. Gullfest hela dagen. ჰონგ-კონგის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მისასვლელად ყველაზე ბიუჯეტური და კომფორტული ვარიანტია ავტობუსი. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების ყიდვა მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი. ნებისმიერი უცხოური ბარათი წავა, ან ასევე შეგიძლიათ აეროპორტში იყიდოთ ჰონგ-კონგის სატრანსპორტო ბარათი, რომელსაც ოქტოპუს კარდი ჰქვია. ცენტრამდე მისასვლელად დაახლოებით საათიდან საათნახევრამდე დაგჭირდებათ და რეალურად უკვე გზაშივე იწყებთ ჰონგ-კონგის დათვალიერებას. ძალიან ბევრ კუნძულს გაივლით, რადგან ჰონგ-კონგი 200-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, ასევე ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ უზარმაზარ ხიდებს, რომლებიც ამ კუნძულებს ერთმანეთთან ან მატერიკულ ჰონგ-კონგთან აკავშირებს და უზარმაზარ პორტს. აი ამ მომენტს ველოდებოდი ხალხო, ძალიან დიდი ხანი. მე და ფილიპი ჰონგ-კონგში ვჭამთ ჩვენს საყვარელ ვონტონებს, ჩინურ პელმენებს. So cool. So many people. Let's go there. არ მჯერა რომ ამას ვამბობ, მაგრამ ჩვენ დავბრუნდით ჩინეთში. ისეთი ბედნიერი ვარ ჰონგ-კონგში. ანუ თან ჩინეთია, მაგრამ თან ცოტა სხვანაირი ჩინეთია. მაგრამ გუშინ ჩამოვედით და აი მართლა ისეთი სასწაული შეგრძნება იყო. გაგვახსენდა ის წლები, რაც მე და ფილიპმა ჩინეთში გავატარეთ. და ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ჩამოვედით გუშინ დუბაიდან. დუბაიც კარგი იყო, მაგრამ ჩემი აზიური სული გული კუჭი ყველაფერი მაინც ჰონგ-კონგს უფრო იმაშოვა. გუშინ ვისეირნეთ, ვნახეთ უკვე ძალიან ბევრი რაღაცა და იმდენი რაღაცა რაც მინდა მოგიყვეთ, აი ისეთი სასწაული ადგილია, არ ვიცი საიდან დავიწყოთ. ნელა თან წაგიყოთ ყველაფერს და გათვალიერებინათ, თორსა შორის დავტოვეთ ჰონგ-კონგი, ანუ ჰონგ-კონგი მდებარეობს მეინლენდზე, მატერიკული ჰონგ-კონგი და თან რამდენიმე კუნძულს მოიცავს. ჩვენ ახლა ერთ-ერთ კუნძულზე წამოვედით, რომ ნახოთ აქ ორი მთავარი შესანიშნაობა, ერთ-ერთი იქ ბუდა ქვია. ბუდას ქანდაკება ძალიან დიდი და უნდა წავიდეთ საბაგიროთი. თან ყველაფერს ნელა მოგიყვებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცაა მოსაყვანო. ჩინეთში ღირსშესანიშნაობასთან ახლოს აუცილებელია, რომ იყოს 5000 რესტორანი, საკვები წერტილი, რაღაც მაღაზიები, სადაც ყველაფერი იყიდება. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჰონგ-კონგშიც მასეა. მთელი კომერციული ზონაა. გუშინ ჩვენ მქონდა ნახევარი დღე უკვე ჰონგ-კონგში. და რეალურად რო ჩამოვედით რაღაცები ვნახეთ და მე 2 საათში თვითონ უკვე დაღამდა, ანუ 6:30-ზე დამდება. მაგრამ ღამის ჰონგ-კონგის სასწაულის სანახაობა იყო. ღამე ხა iPhone-ით წევით ჩემს ფლოგებს და ღამე მაინც კარგად არიღებს, ცუდი ხარისხია. და ამიტომ ბევრი არ გადამეღია, მაგრამ ჩვენი მთავარი საქმიანობა იყო ჭამა. ყოველთვის ვამბობ, რომ მე და ფილის გვაქვს აზიური კუჭი და ისე გვიყვარს აზიური საჭმელი და აქ არის აი 64 საჭმლის მოყვარულთათვის, თან ვისაც უყვარს აზიური საჭმელი, აი ყოველ ნაბიჯზე არის საჭმელი, არა მარტო ჩინური, კორეული, რა ვიცი, იაპონური, იმდენაირი რაღაცა გავსინჯეთ, თუ არ ვიცი და ძალიან ბედნიერები ვიყავით.
მათ შორის ჰონკონგში ახლა არის ძალიან სასიამოვნო ტემპერატურა, სამოგზაუროდ მე მგონი საუკეთესო პერიოდია. გუშინ იყო მე მგონი 27 გრადუსი, ახლა უფრო ცოტა სიგრილეა, ნუ ახლა მთაზე ვართ იდეაში. რაღაც ალბათ ესე 24-25 გრადუსია. თან აქ ესეთი ამინდია, ესეთი მოღრუბლულობა და ნისლი არის ჩვეულებრივი ამინდია. ჰონკონგში საკმაოდ ბევრი ნაცნობი მეგობარი მყავს ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ თუ ჩამოხვალ, ჩამოდი ესე ნოემბერში, შუა ნოემბერში, ნოემბრის ბოლოს. ყველაზე კაი ამინდი არის და მართლა მას. ზოგადად ჩინელები და მათ შორის ჰონკონგელებიც მაინც და მაინც რელიგიურები არ არიან. თუმცა ჰონკონგში გავრცელებული სამი მთავარი რელიგია არის ბუდიზმი, ქრისტიანობა და ტაოიზმი, რომელთაგანაც თითოეულს მოსახლეობის დაახლოებით 10-დან 15% მისდევს თანაბრად. თუმცა დომინანტურ რელიგიად მაინც ბუდიზმი ითვლება და შესაბამისად ბუდისტური ტაძრების რაოდენობაც აქ ყველაზე მეტია. ტაძრებში ღვთაებებისა და ბუდას ქანდაკებებთან, როგორც წესი, დაინახავთ შეწირვის სახი დაწყობილ სხვადასხვა ხილსა და ყვავილებს, რადგან ბუდისტური ტრადიციის მიხედვით, ყვავილი წარმავლობისა და მუდმივი ცვლილების სიმბოლოა, ხოლო ხილი კი გულუხვობისა და სიწმინდის. ესეთი ბუდისტური ტაძრების გვერდით არის ხოლმე ესეთი ბონსაი. ნახეთ რა ულამაზესი ხე არის. და როგორც წესი ჩინურ ბაღებში ან ეს სატაძრო სამონასტრო კომპლექსში უნდა იყოს ესეთი ბასეინები, სადაც თევზებია. ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამ წყლისა და ქვის ჰარმონიას. ყოველთვის უნდა იყოს ეს ელემენტები. ნახეთ რა ლამაზია. მე როგორც ყოველთვის ყველაფერი მაინტერესებს. გიждდება ეს რაღაცა საუცხო. საჭმელი და ყველაფრის გასინჯვა მაინტერესებს. აქვე ავიღეთ რაღაცეები, მანგო, კოკოსის პუდინგი, ესეთი დამპლინგები. და ეს არის ესეთი ვეგეტარიანული კაფე პირდაპირ მონასტერთან. აქ არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა, ხორცი. დარჩენი ყველაფერი შეიძლება. ახლა ვსეირნობთ აქ მე და ფილიპი. და ვიხსენებთ ჩვენს ცხოვრებას ჩინეთში. ის გავაცნობიერეთ, რომ უკვე 5 წელი გავიდა იმის მერე, რაც წამოვედით ჩინეთიდან. წამოვედით რა. წამოვედით და დაბრუნებას ვაპირებდით, მაგრამ კოვიდის გამო მერე ვერ დავბრუნდით. ეს გრძელი ამბავია, მაგას ალბათ საკელოგი დასჭირდება, მაგრამ აქაურობა ძალიან გვაგონებს ჩვენს ცხოვრებას ჩინეთში. ჩვენ ვიყავით ქალაქ ხანჭოუში, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია და ყველგან არის ესეთი სასეირნო ბილიკები, როგორც აქ. და გონია სადღაც შუა ბუნებაში ხარ, პრინციპში ხარ კიდეც. მაგრამ ხანჭოუში ის იყო კარგი, რომ აი შუა ქალაქში შეგეძლო მომხდარიყავი ესეთ ადგილას. მაგრამ თან ძალიან ბევრი სხვაობაც არის, მაგალითად თუნდაც ის რომ გარშემო კი გვესმის ჩინური, მაგრამ თან გვესმის კვანტონური, უფრო გვესმის კვანტონური. ეს არის დიალექტი, რომელსაც საუბრობენ ჰონკონგში და ჩინეთის სამხრეთში, ერთ-ერთ ძალიან დიდ პროვინციაში კვანტონში. ასევე ჰონკონგში გამოიყენებენ ტრადიციულ იეროგლიფებს, რომლებიც განსხვავდებიან თანამედროვე იეროგლიფებისგან, რომლებსაც ჩვენ ვსწავლობთ მცხოველები. თვითონ ჩინელებიც თანამედროვე იეროგლიფებს იყენებენ mainland China-ში, მაგრამ აქ იყენებენ ტრადიციულს. მაგრამ სუნი ზუსტად იგივე რაც ჩინეთში. ეს რაღაცა ყვავილების თუ ხეების სუნია ზუსტად ისეთი, როგორც ხანჭოუში იყო. მე და ფილიპმა რა თქმა უნდა გადავწყვიტეთ, რომ დაბრუნებულიყავით სხვა გზით. ამიტომ ავირჩიეთ ერთ-ერთი სალაშქრო ბილიკი. ესე დიდ რესურტყობს ამ ბიგ ბუდას და მე დაბრუნდებით ამ ბილიკით უკვე ავტობუსის სადგურთან. აქ საბაგიროთი მოვედით. ანუ ჰონკონგიდან მეტროც წამოვედით. მე მეტრო პირდაპირ საბაგიროსთან მივიდა და საბაგიროთი ამოვედი და უკან გვინდა რომ პირდაპირ ავტობუსი წავიდა და თან სხვა გზებსაც ვნახავთ. ხო და ეს ჩვენი სალაშქრო ბილიკი აჩვენებს, რომ სადღაც 1 საათიანი მარშრუტია. მაგრამ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ კაცშვილი არა ჩვენ გარდა. ნახეთ რა ლამაზია. და
So we came to a viewing platform. How do you like the view, Fifi? Amazing, you can see everything from here. As you can see, there is the temple. What an architecture. There's the cable car. Impressive. The big Buddha. Wisdom path. Overgrown. And Pauline Monastery. Lost in a jungle. ფილიპი მიყვება ინსტრუქციას. ჯერ ცოტა ავიღეთ ვასაბი. გაურიეთ იმ სოიას соус, მე მგონი სოიას соуსია, არ ვიცი ის соуსია. ახლა ესე გაურიეთ. დაჭამიდრო. Fifi, I want to eat. What's the sauce? Spróbuj się powiedzieć. Sorry. No, and I'll try. First bite for you. Smells good. How is it? Amazing. Great? Great. Very fresh. და ფილიპი ვართ უბედნიერესები. ჩვენი კუჭიც უბედნიერესია, იმიტომ რომ თუ გიყვართ საჭმელი, თან აზიური გემრიელობები, ჰონკონგი არის უბრალოდ სამოთხე. აი, იმდენი რაღაცა იყიდება, იმდენნაირი რაღაცეები, იმდენნაირი გემრიელობები თან ყოველ ნაბიჯზე, რომ უბრალოდ აი, მე მგონი ჩვენი ფულის უმეტესობა იხარჯება საჭმელზე. მე და ფილიპს ყველაფერი გვაინტერესებს, ყველაფრით გასინჯვა. რაღაცები ხა ვიცი. რაღაცები გვიყვარს, ახალი რაღაცეებიც არის და იმდენი რაღაცაა, რომ აი ყველაფერი გაინტერესებს. ჯერჯერობით რას გავსინჯეთ, ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი. აქვს 1000-ნაირი დესერტები, მაჩასგან გაკეთებული. და მე ვარ მაჩას ფანი, ანუ გიждებ მაჩაზე და ყველგან სადაც მაჩას ხედავ, ყველაფერი სინჯობ. ეხლა ჩვენ ვარ სავაჭრო ცენტრში. რუსთავად მეტროდან გამოვედით და მეტროდან რო გავიდეთ გარეთ, უნდა გავიაროთ ეს ცენტრი. და მოვედით ჰონკონგის ერთ-ერთ ყველაზე ისეთ ცოცხალ რაიონში, სადაც არის რამდენიმე night market-ი, ანუ ღამის ბაზრობა. სადაც იყიდება ადგილობრივი გემრიელობები და თან გვინდა რომ დავათვალიეროთ, იმიტომ რომ ეს რაიონი არის ერთ-ერთი ცენტრალური ჰონკონგში. ძალიან ლამაზია, გუშინ ვიყავით აქეთ მხარეს. ოღონდ დღესაკამდე არ მოვსვართ. აი ეს გვენატრებოდა ჩვენ. We are officially in China, Philip. Okay, Pelveni. ყველაფერი იყიდება. რაც კი შეიძლება თავში მოგივიდეს. Some chicken legs, Philip? Phoebe? So weird. Me and Philip got us evening snack.
Häagen-Dazs matcha taste. ახლა მივდივართ ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტის, ეგრეთ წოდებული კვერცხის ნამცხვრის საჭმელად. ამ საცხოვრში ვიყავით. ძალიან მოგვეწონა. აკაური ეგ ტარტები, მაგრამ ნახეთ რიგია. ესე გამოიყურება და ჰონგ-კონგი კვირას. მე ხალხია. Very crispy. Looks like this. ერთ-ერთი ძალიან მაგარი რაღაცა, რაც მომწონს ჩინეთში და ჰონგ-კონგში, არის ის, რომ აქ მეტროსადგური, უბრალოდ მეტროსადგური არ არის, არის უდიდესი სავაჭრო ზონა, მიწის ქვეშ, სადაც იქნება ყველანაირი რაღაცეები, ანუ საჭმელი, ძალიან ბევრი. ასევე მაღაზიები არის და სხვადასხვა რაღაცეები იქნება, მაგრამ ჩვენ მე და ფილიპს რა თქმა უნდა, საჭმელი გვაინტერესებს. ჩინეთში მშიერი არ დარჩევი. აქ იყიდება ინახეთ, ეს არის ჰონგ-კონგის რძიანი ჩაი. ცალკე ერთ-ერთი სახეობა ჰონგ-კონგის რძიანი ჩაი. ჩინეთში იყიდებოდა მასალა ძალიან გემრიელი. და აქ კიდე იყო ერთ-ერთი სტენდი, სადაც იყიდებოდა მოჩი, ესეთი დესერტია, აზიური მაჩას შიფთავს და მაგის ვიდეო მინდა ზუსტად ეხლა. ვიპოვე. აი ეს აქ. ეს არის აზიური ორინაბიჯის ალტერნატივა 7-Eleven. ჩინეთშიც იყო, ჰონგ-კონგშიც არის. და ამ პატარა მაღაზიებში აი ყველაფერი იყიდება, რაც გინდათ. აი ესე გამოიყურება რიგითი საცხოვრებელი კომპლექსი ჰონგ-კონგში. რა თქმა უნდა, აქ ესეთი ახალი აშენებული შუშის სათამჯენებიც აქვს ლომად და ახალი კორპუსები. მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ცოტა მოშორებულ რაიონში, ცენტრში არა და აქ უკვე სხვანაირი კორპუსები ხდება. ზოგადად აქ არა, ყველგან აი, რატომ მომწონს ჰონგ-კონგი, აქ არის ყველაფრის ნარევი. ახალი აშენებული ცოტამჯენები, პლუს ბუდისტური ტაძრები, თანაკვეს ძველი კორპუსები და ეს ყველაფერი არის ერთმანეთში არეულობი. ძალიან ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი საკვები წერტილი რესტორანი, ძალიან მაგარია. აი ეს არის ჰონგ-კონგის ეგრეთ წოდებული ანანასის ბულკი. მოკლედ ანანასთან არაფერი საერთო არ აქვს, მაგრამ ესე ქვია. და აქვე არის აი ამათი კვერცხის ტარტები, რომელიც უკვე გავსინჯეთ, ესეთი ორნაირია. და მე და ფილიპი ვფიქრობთ ხოლმე, რაზე გვეხარჯება ამდენი ფული მოგზაურობისას? აი რაზე. ყველაფერს სინჯოთ, ანუ მე ზოგადად ვარ ძალიან ცნობის მოყვარე, ყველაფრის მიმართ და საჭმლის მიმართ განსაკუთრებით და როდესაც მე მივდივარ სამოგზაუროდ, ყოველთვის მინდა რომ გავსინჯო იქაური რაღაცეები და დიდი არაფერი არაა, მაგრამ საინტერესო. გავსინჯო სულ ძალიან გემრიელია. არაფერი შეგნით არა, ჩვეულებრივი მუდუშაა. თან ეხლა გამოვედით მეტროდან და მოვედით ჩვენი დანიშნულების ადგილზე, ერთ-ერთი მონასტრის სამონასტრო კომპლექსის ანახავად და ნახეთ რა ამბავი ხალხია. ეს არის ჩინეთის დროშა და მანდ არის ჰონგ-კონგის. Chinese Tai Chi lessons in the middle of the day in the street. ჩვენ ახლა მივდივართ, რომ შევხვდეთ ჩვენს მეგობარს, საერთო მეგობარს,
ჰონკონგელია და გავიცანი საქართველოში. ჩემი პირველი ტურისტი იყო, ეს სულ პირველი ტური რო წავიყვანა ჩინელების. ეს იყო ჩემი ჯგუფში და იქიდან დავმეგობრდით. მე ჩინეთში შევხვდით, ჩამოვიდა ჩვენ სანახავად. საქართველოში ვხვდებოდით რამდენჯერმე და ახლა ჰონკონგში უნდა შევხვდეთ. რა მაგარია. ეხლა ჩვენ ვართ ჰონკონგის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელსაც ქვია Nathan Road. და აქ არის ეს მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ასე შემდეგ. გუშინ აქ ვიყავით უკვე ღამეო. ჩვენმა მეგობარმა მოვიყვანა ისეთ ადგილას, რომელიც მარტო ადგილობრივმა ვიცითო. ისე აქ ვერ მოხვიდოდითო, ვერ მიაგნებითო, იმიტომ რომ არ არის სად არ არის მონიშნული ეს ადგილი და ნახეთ რა სილამაზეა. და მაგარია. თამზე გამოვიდა და სულ სხვანაირად გამოიყურება ქალაქი. ასეთი მაგარი პარკინგი ხახნო მე არ მინახავს არსად. იქით ხედი, აქეთ ხედი, თან რა ხედები ნახეთ. ეხა ეს ჩვენი მეგობარი გვეუბნება, რომ აი იქითო იმ კორპუსებში არის ჰონკონგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ბინები. სასწაული ფასები არისო. იმიტომ რომ ზღვას გადაყურებს პირდაპირ, კარგი ლოკაციაა. ჰონკონგში და კანტონის პროვინციაში აქვს ესეთი ეგრეთ წოდებული დილის ჩაის რიტუალი. ანუ მიდიხარ ჩვენებთ რესტორანში, სადღაც დილის 7-დან 3 საათამდე, 4 საათამდე შეგიძლია რომ მიირთვა ეს დილის ჩაი და რას მოიცავს. ანუ იკრიბებით მეგობრები, უყვეთავთ ჩაის და თან უყვეთავთ რაღაცა წასახემსებლებს. ანუ სხვადასხვა პატარა კერძებია, ოღონდ პატარა თებშებათ მოაქვთ ხოლმე და სხვადასხვანაირი რაღაცეები და ამას დილის ჩაის ცერემონია, დილის ჩაის რიტუალი ეწოდება. და ესე მოდიან, აი დილით იკრიბებიან და შეიძლება რაღაც საათები ისხენ ამ რესტორნებში, თან საუბრობენ, ჩაისვამენ და ამას მიირთმევენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის და მათი კულტურის ძალიან დიდი ნაწილია, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ძალიან მოგვეწონა ყველაფერი გავსინჯეთ ბევრნაირი რაღაცა. და ეხლა ვსეირნობთ ამ ულამაზეს პარკინგზე. ეს ყველაზე მაგარი პარკინგია, რომელიც ცხოვრებაში მინახავს ეგეთ ხედებით. თან ლაპარაკობდით ადგილობრივ ფასებზე. ისედაც ვიცოდით, რომ ჰონკონგში ძალიან ძვირიანი ბინებია და ქირად და ბინებიც ისეთი ფასები ღირსო, რომ ანუ ფიზიკურად მაგაც არ აქვს საკმარისი მიწა და ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ ესეთი ფასებია და ძალიან ბევრი ოჯახი იმაში ჰონკონგში ცხოვრობსო, აი სადღაც 20-დან 40-მდე კვადრატულ მეტრზე. წარმოიდგინეთ რა პატარა ბინებია. და ზოგი არისო, რომ აი 3-კაციანი, 4-კაციანი ოჯახიო ცხოვრობსო 8-10 კვადრატულ მეტრზე. აი წარმოიდგინეთ, არ ვიცი. როგორ უნდა იცხოვრო ეგეთ პირობებში. და თუ აქო ანუ გვაქვს ვინა დაუშვათ 60 კვადრატი, 70 ან 100 კვადრატი, ანუ მაშინ ხარო აი ძალიან ფულიანი რა. და გვიყვებოდა რომ ანუ ახლა მანქანები გინდათ თუ ბინები გინდათ, ისეთი ფასებია აქო, რომ ანუ მოკლედ ძალიან ძვირია ცხოვრება, მაგრამ თანო ამავდროულათო ანუ ხელფასებიც კარგია. მაგალითად აი რიგით ოფიციანს ან დაუშვათ დამლაგებელს აქო $3000 დაახლოებით რომ წარმოედგინეთ. მაგრამ თან ისეთი სიძვირეა რომ შეიძლება ეს ხელფასიც არ არის ბევრი აქ. Fest hela dagen. Mjöl från livets grottor kvarn. Fest hela dagen. Stort och stort, det har vi alltid gjort. Så det är bullfest hela dagen. სანამ ბრუნდებით მანქანასთან, მინდა დაგათვალიერებინოთ, აი როგორ გამოიყურება მანქანების 99% ჰონკონგში. ერთი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში კი არა და ახალი მანქანები, ანუ ისე გამოიყურება ძალიან სუფთა ყველა მანქანა. აი ერთი ჭუჭყიანი მანქანა არ გვინახავს აქ და საკმაოდ კარგი მანქანებია, ანუ ძალიან ბევრი ძვირიანი მანქანაა. ქუჩებში აი კიდე ერთი Tesla. ну მოკლედ ჩანს რომ შეძლებული ხალხის მანქანებია. გარეთ არის 25 გრადუსი. ზღვასთან ვართ პირდაპირ და აქ უკვე მოწყობილი აქვთ საშობაო დეკორაციები. სულ არ იგრძნობა რომ შობა ახლოვდება ან ახალი წელი, მაგრამ ძალიან მაგარია.
ჩვენ ამოვედით ერთ-ერთ რაიონში, სადაც უკვე ტურისტები აღარ არიან თითქმის ადგილობრივების საცხოვრებელია და ნახეთ ეგ ზევით ესეთი რაღაცა გინახავთ. თაზე არის უზარმაზარი კორპუსი. ნახეთი იქნება. და ესეთი ტიპიური კორპუსია, სადაც ცხოვრობენ ადგილობრივები და როგორც ჩვენმა მეგობარმა გითხრა, ეს არის სახელმწიფო ბინები, ანუ ხალხს არ ეკუთვნის ბინები. სახელმწიფო ბინებია და აქ ყოველდღე უხდიან გადასახადს თვიურს. ჩინეთში და ჰონკონგშიც რესტორანებში გარკვეული ეტიკეტი მოქმედებს. მაგალითად, ძალიან ბევრ რესტორანში კერძების მოტანამდე მაგიდაზე აუცილებლად მოაქვთ ჩაიდანი ჩაით. ოღონდ დასალევად კი არა, არამედ ჭურჭლისა და ჩხირების გასარეცხად. გარეცხვის შემდეგ ეს ჩაის წყალი განკუთვნილ ფიალაში უნდა გადაისხეს და შემდეგ უკვე ოფიციანტი წაიღებს. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის კერძები და შეიძლება ჭამის დაწყება. This is a usual Sunday in Hong Kong. Loads of people, live music, very lively. ეხა ჩვენ ვართ ერთ-ერთ ამის ბაზრობაზე, სადაც იკითხება ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა. ასეთი ღამის ბაზრობები ჰონკონგში არის რამდენიმე, საკმაოდ დიდებია. კარგი რაღაცებიც იყიდება, სუვენირების საყიდლად, მე მგონი ყველაზე კარგია აქ, იმიტომ რომ კაი ფასები აქვს. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრი made in China-ც იყიდება. Mam te rzeczy. აქვე იყიდება ესეთი სასუსნავები, გემრიელობები, რაღაც წვენები. და თან გაჩვენებთ, ეს არის ჰონკონგის ვაფლი. ძალიან პოპულარულია აქ და ყველა ჭამს. So we took mango coconut and of course matcha. Philip is drinking mine. I don't know why. Take yours. Yay! Give me. მიუხედავად იმისა, რომ ჰონკონგი არის ძალიან დიდი და საკმაოდ გადატვირთული ქალაქი, ძალიან დიდი მოსახლეობა აქვს, ძალიან ბევრი მანქანაა, ტრანსპორტი, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი არის ძალიან კარგად ორგანიზებული. ქუჩები აქვს საკმაოდ ვიწრო, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ რაღაცნაირად ეს ტრანსპორტი ისე კარგად ეტევა ამ ქუჩებზე, ძალიან არის მორგებული ამ ვიწრო ქუჩებზე. მაგალითად ავტობუსები და ტრამვაები არის ორსართულიანი და ძალიან ვიწრო. და რაღაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მანქანაა თითქოს, აქ აი საცობი, აი თბილისში რო საცობებია, ეგ საცობი, როდესაც გვინახავს გზაზე რაღაც ყველა ძალიან ნორმალურად დადის, არ იმაშვებიან, არ უსწრებენ სხვა მანქანებს, არ აპეპინებენ, მოკლედ ამ მხრივ ძალიან დაალაგებულია. ეხლა მე და ფილიპი მივდივართ ვიქტორია პიკზე და იმისთვის რომ ავიდეთ მაგ გადასახედზე უნდა ავიღოთ საბაგირო. ეს პატარა ფუნიკულიორია, როგორც თბილისში გვაქვს, საკმაოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობაა და მივდივართ იქითკენ. იმედი არ იგი არ დაგხვდება, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ანახან გიწევთ ლოდინგი. სულიშვილის გზა არის ძალიან ლამაზი. ეს ქუჩა სხვადასხვა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შერწყმული აქ ჰონკონგში
სიმწვანე ცათამბჯენებთან. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა სივრცეა და გადატენილია საცხოვრებელი კორპუსებით, რაღაცა ბიზნეს ცენტრებით, მაგრამ ამავდროულად ყველგან არის სიმწვანე. გუშინ შევხვდით ჩვენს მეგობარს, ის გვეუბნებოდა, რომ ჰონკონგის საერთო პარტობის მე მგონი 70%-ო უკავია სიმწვანეს, წარმოიდგინეთ. და თან ანუ ხეებს არ ჭრიან, ხეების ადგილზე არ აშენებენ ახალ ცათამბჯენებს, თუმცა აკლია ეს სივრცე ქალაქს სჭირდებათ, მაგრამ მაინც არ აკეთებენ ამას ბუნების ხარჯზე. აი ესეთი ხედები მოჩანს აქედან ზემოდან. იქით პორტია, აქეთ ნახეთ საცხოვრებელი კორპუსებია და აქ ძალიან ფულიანი ხალხი ცხოვრობს. და იქით არის ტერასა, ეგრეთ წოდებული Sky Tower-ი, საიდანაც შეიძლება ასევე ხედების ნახვა. ოღონდ სპასიანია. ამოვედით ახლა ჩვენ და მივდივართ მთავარი ხედების სანახავად ჰონკონგის მხარეს. წინა მხარეს ესე ვთქვათ. Sky Tower-ზე არ ავედით, იმიტომ რომ ჩვენი აზრით ანუ არ ღირს ორმაგი ფასის გადახდა იმაში, რადგან მშვენიერი ხედებია, იგივე ხედებია ზუსტად, რაც იშლება ქვემოდან. უბრალოდ ის ცოტა უფრო მაღლა მოიღრუბლა ცოტა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. ნახეთ, ხედი, დაბრუნდებით. ეხლა დაბრუნებისას უკვე ფუნიკულორით არ მივდივართ, მივდივართ ფეხით. აქ არის ეს სასეირნო ბილიკი. სოდაშოს რამდენიმე სასეირნო ბილიკია. მაგრამ ჩვენ ვართ ოღონდ შეზღუდულები და მივდივართ მთავარი ბილიკით. შედარებით უფრო მოკლეა, კიდე ერთი უფრო გრძელი არის და უფრო დიდ სტრესს ურტყავს. და ნახეთ რა ხედია, როგორი ლამაზი გზა. ცოტა მწყლებაგული, რომ მივდივართ, ალბათ კიდე ერთი და გავჩერდებოდი აქ. ანუ ეხლა რომ მქონოდა ძალიან ბევრი დრო, კიდე ერთი კვირა გავჩერდებოდი, მაგრამ დღესაც მიუმატებთ. ანუ რაც ახლა ისეთი ღირსშესანიშნაობი იყო, ნახეთ, მაგრამ ანუ ჰონკონგი ისეთი ქალაქია, რომ აქ თვითონ ქალაქი არის ღირსშესანიშნაობა. და უბრალოდ აი ქალაქის ქუჩებში სიარული, ხალხზე დაკვირვება, რაღაც ადგილობრივი სასუსნაოების და კერძების გასინჯვა არის უფრო საინტერესო, ვიდრე კონკრეტული ადგილების მონახულება. ძალიან მომეწონა. დაუცილებლად დავბრუნდებით. აქ ცხოვრობს სავარაუდოდ ვიღაცა მილიონერი. რამდენი მანქანა აყენია? Porsche. თან შუა ბუნებაში. ამას ვეძახით ურბანულ ჯუნგლებს. ისევ იმ ბილიკზე ვართ, მე და ფილიპი. შუა ტყეში, შუა ჯუნგლებში და მივყვებით აი ამ ცათამბჯენებს. მაგარია ჰონკონგი. შორიდან თითქოს რო უყურებ ამ კორპუსებს, გონია რაღაც ძველი კორპუსებია, მაგრამ რეალურად ნახეთ როგორი შესასვლელია. სულ ძვირიანი მანქანები აყენია შიგნით. და ახლა და რო უყურებ, ხედავ რომ ბინები საკმაოდ კარგია შიგნით. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი რაიონი ჰონკონგში. შესაბამისად, აქ ცუდი ბინები ვერ იქნება. რაც ზემოდან წამოვედით, სულ ქვევით მივდივართ, თან ძალიან ციცაბო გზაა და ერთი მონაკვეთიც არ იყო სწორი. სულ ქვევით მივდივართ და მუხლები და მეღალა სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ ციცაბო რო ამიტომ ჩამოვედით საკმაოდ მალე, მე მგონი უკვე ცოტა დაგვრჩა 5-10 წუთი. ჯამში ალბათ აიღო 25 წუთი დაახლოებით, 9 საათი მაქსიმუმ. რუკა წერდა რომ რაღაცა 40-ო, მაგრამ უფრო მალე ჩამოვედით. სანამ ჩვენ მივაბიძებთ ცენტრისკენ, თან ორი სიტყვით გეტყვით ზოგადად ჰონკონგელებზე. ჩვენი შტაბ-სტილებით როგორი ხალხია. ძალიან ზდილობიანები არიან, ძალიან საყვარლები. ყველა რაღაცნაირად ღიმილით გესაუბრება, გიხსნია ყველაფერს. კარს გიღებენ, ძალიან მშვიდი ხალხია, რიგში დგომა იციან. მეტროში ყველა დგას მარჯვენა მხარეს ესკალატორზე. პატიოსნად ელოდება და ვინც მიდის, მარცხენა მხრიდან ადის და ეს
ყველა მიცის, ანუ ეს დაუწერელი წესებია. თან ჰონკონგელები ჩინელებისგან მაინც განსხვავდებიან ძალიან ეს იგრძნობა. ჩინელები გაცილებით უფრო ხმაურიანები არიან და კიდე ერთი მომენტი, არიან ძალიან კანონმორჩილები. მაგალითად, შუქნიშნებზე რო გადავდივარ გზაზე, ყველა დგას ელოდება მწვანე შუქს და აზრადაც არ მოძდით რომ გადავიდნენ. ნუ შეიძლება ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი რომ კანონმორჩილები არიან და მეორე არის ის რომ აქ არის ჯარიმები. თუ წისელზე გადახვალ, საკმაოდ დიდი ჯარიმებია და მუშაობს როგორც ჩანს. ამასობაში ჩვენს დაბრუნდით ცენტრში. აი ესეთი ესკალატორები არის ჰონკონგის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ესე გადაადგილდება ხალხი ქალაქში. ესე მიდიხარ და ზოგავ დროს